საღამოშვიდობისა მივესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს. 704 ტირაჟია დღეს და კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ მოიგოთ 1,820,118 ლარი. ჯეკპოტი ნამდვილად მიმზიდველია. მეორე საპრიზო კატეგორიაში საკმაოდ კარგი და მსხვილი თანხა მოგვიგროვდა. წინა გათამაშების ფარგლებში ჩვენ გავათამაშეთ მესამე საპრიზო კატეგორია, ამიტომ თითოეულ თქვენგანს შეიძინეთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტო 642 ბილეთები. ახლა წარმატებას გისურვებთ და იმედია, რომ რომელიმე თქვენგანი სწორედ აი ამ საოცარი რიცხვების და თანხების მფლობელიც გახდება. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ნახოთ, თავარი ახლა ის არის, რომ დავაჭიროთ ღილაკს და დაველოდოთ უკვე ჩვენს ლოტოტროს თუ რა კომბინაცია შემოგთავაზებს 3-2-1. აი ესე ათამაშდნენ ჩვენი ფერად-ფერადი ბურთებიც და ვნახოთ რა იქნება პირველი მომგებიანი ბურთი, რომელსაც შემოგთავაზებს ლოტოტრონი და ის გახლავთ მწვანემ გახსნა დღევანდელი თამაში. 11 შემოგვიგორდა. 11-ით გავხსენით გააგრძელებს ამჯერად და ვიხილავთ თუ რა ისე მწვანესა და წითლის კომბინაციას თქო და წითელიც მოგორდა ამასობაში. ერთი გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი და ველოდებით უკვე მესამე მომგებიან ბურთს. სულ ერთიანებში ისე მწვანეთ არა ყვითელი ხო ხედავ. ყვითელი შემოგვერია და 17 შემოუერთდა მოკლედ ჩვენს თამაშს. 11, 1 და 17 გვაქვს ამ ეტაპისთვის და გახარებული ადამიანები, რომლებსაც ეს კომბინაცია აქვთ ამ ეტაპისთვის. მომგებიან ბურთს და ის გახლავთ მწვანე ფერის 8 რიცხვი და ამჯერად უკვე მეხუთე მომგებიანი ბურთის მოლოდინში ვართ, რომელიც მეხუთე მომგებიანი ბურთით შემოგვიგორდა, ის გახლავთ 14 რაღაც დაბლებში ვართ დღეს და ამ დროს მე ვფიქრობ რაღაც პირადად ჩემი აზრით მეტი შანსია იმის რომ გათამაშდეს დიდი თანხა და იმედი ასეც იქნება. მაგრამ მაღალი რიცხვი შემოგთავაზა ამ ეტაპზე 38 ჩამოვარდა ყვითელი ფერის და ბონუს რიცხვი ნახოთ რა იქნება და ისევ დაბალი და ის გახლავთ 2. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ კომბინაცია რომელიც შემოგთავაზა ლოტოტრონმა 11-ით ვიწყებთ 17 8 38 და ბონუს რიცხვი გახლავთ 2. ჩვენ ძალიან მალევე გვეცოდინება შედეგები. თქვენ ალბათ უკვე იცით ადამიანებმა ვინც მოიგეთ, იმიტომ რომ ბილეთები ხელში გიჭირავ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენც გავიგებთ, აი აქ გამოჩნდება ძალიან მალე შედეგები და იმედია რომ ჩვენს ქვეყანას ეყოლება კიდევ ერთი მილიონერი. ამისთვის კი არსებობს რამოდენიმე გზა, სანამ რა თქმა უნდა მოგებამდე მივალთ, უნდა შევიძინოთ ბილეთები და გზებზე გვეტყვის სწორედ აქ. აუცილებლად გაგიზიარებთ, მართალია ლოტო 642-ის მოთამაშეებმა ყველამ კარგად იცით რა გზებს უნდა მიმართოთ იმისთვის, რომ ერთი ბილეთი მაინც შეიძინოთ, მაგრამ მაინც შევახსენოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტ www.loto.lg ელექტრონულად შეგიძლიათ შეავსოთ ბილეთები, შეიძინოთ ისინი და შემდეგ უკვე ყოველ სამშაბათს და პარასკევს რუსთავის ეთერში დაელოდოთ ჩვენს გათამაშებას. ასევე სერვის ცენტრად ლოტოში ხურებს, რომელიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით. ასევე ყველა სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრი და შეგიძლიათ თქვენთვის ასურველი კომბინაცია ნებისმიერ დროს შეარჩიოთ სამშაბათი, პარასკევი კი გახლავთ სწორედ ის დღეები, რომელსაც უნდა წაეთამაშოთ თქვენს იღბალს. შეიძლება ასეც ითქვას. ჩვენ გვაქვს უკვე შედეგები, როგორც წამოგვეწია. გვეუბნებიან და მეოთხე კატეგორიაში გვყავს 2 გამარჯვებული 1521 ლარი გაიყო აი ამ ორმა ადამიანმა და 760 ლარმა შეადგინა მოგება ბილეთს. გათამაშდა მეხუთე, მეექვსე კატეგორიები, თუმცა ჯეკპოტი მეორე საპრიზო კატეგორია და ამ ეტაპზე უკვე მესამე საპრიზო კატეგორიაც რჩება ხელშეუხებელი, მაგრამ რა თქმა უნდა გაზრდილი საპრიზო ფონდებით ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას სამშაბათ დღეს, იმიტომ რომ სამშაბათი და პარასკევი ეს ის დღეებია, როდესაც ჩვენ გვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და როგორც კი გადაცდება ცხრილის ნახევარს, ბუნებრივია ჩვენ დიდი შემართებით ვაჭერთ ხოლმე ხელს აი ამ იღბლიან და ჯადოსნურ ღილაკს, რომ რომელიმე თქვენთაგანი გავახაროთ. რუსთავი 2-ზე და საქართველოს ეროვნული ლოტარიის ოფიციალურ Facebook გვერდზე, ასევე YouTube პლატფორმაზე შეგიძლიათ თვალე ადევნოთ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ჩვენს გათამაშებას, გისურვებთ მოგებას და შეგახსენებთ ასევე გზავნილს, რომელიც აუცილებელია ხოლმე ლოტო 642-ის ფარგლებში, იგებს ის, ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია რა თქმა უნდა ყველას თითოეულ თქვენგანს ახლა გემშვიდობებით და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.